მოგესალმებით ეთერშია STASO TV-ის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში. როგორც ყობახიძემ აღნიშნა, ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება. ეს ეხება როგორც ფოთის სპორტს, ისე ახალ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. პრემიერის თქმით, მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება. ახალი ტალღა დაწყებულია. ოცნება საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჯაშუშობის ბრალდებით სუსის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის გიორგი უძილაურის დაკავებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით უძილაურის ევროპული ქვეყნისთვის ჯაშუშობისთვის დაკავება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას უკავშირდება. ოცნებამ ამოწურა საკუთარი კორუმპირებული კადრების დაჭერა, საკუთარი ბიზნესიდან ფულის ამოღება. ალბათ არა და კიდევ ბევრთან დაიჩოქებს აქლები, თუმცა ახალი ტალღა დაწყებულია. საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს. ტროლბოტებო აწიგეშინოდეთ. საინტერესო ისაა, რომ გუშინ ყობახიძე პოზირებდა ევროპელ ლიდერებთან, სიმონიანი კი გაბრაზდა სომხეთზე და მის უმადურობაზე, აცხადებს ზურაბიშვილი. ანაკლია ვერ აშენდება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც საკუთარ სტრატეგიულ პროექტებს ანგრევს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. საქართველომ დაკარგა დრო, მაგრამ ეს ფანჯარა ჯერ ბოლომდე არ დახურულა. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წერს. როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ირაკლი ყობახიძე ტყუის ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით. სიმართლე ისაა, რომ პრობლემა ინვესტორში კი არა თქვენშია, არც დასავლეთი გენდობათ, არც სერიოზული კაპიტალი. ანაკლია ვერ აშენდება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც საკუთარ სტრატეგიულ პროექტებს ანგრევს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს. საქართველომ დაკარგა დრო, მაგრამ ეს ფანჯარა ჯერ ბოლომდე არ დახურულა. ანაკლია აშენდება, მაგრამ არა თქვენი ტყუილებით, წერს კუპრაძე ფეისბუქზე. რუსთავი 2-ზე გამართულ დებატებში სამეწარმეო ვენახის გაშენება და ახალი რეგულაციები ჩვენი გუნდის მიწვევა ვერ გაბედეს. ალბათ იმიტომ, რომ პირველივე დღიდან ზუსტად ჩვენი გუნდი აკრიტიკებდა ამ ცვლილებებს პარლამენტში. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა დაიწყოს ბაზრის ფალსიფიკაციისგან გაწმენდით, ფერმერების დაცვით და ხარისხიანი პროდუქტის წახალისებით, არა ვენახების შემცირებით. მევენახეობა მეღვინეობის დარგს სჭირდება პოლიტიკისგან და კორუფციისგან გათავისუფლება და ფერმერებზე ორიენტირებული გააზრებული მიდგომა. გასაგებია, რომ ამ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას თავის არიდება არჩიეთ, მაგრამ ეს შეკითხვები არსად გაქრება მოგიწევთ ახსნა და პასუხების გაცემა. თუ თulit რომ მართლები ხართ, დავსხდეთ დებატებში, დაუძახეთ ჩვენს გუნდს და ქართველმა გლეხმა თავად განსაჯოს ჯანსაღი აზრიც და ტყუან მართალიც. განაცხადა კერესელიძემ. ჩვენთვის მთავარია, რომ პორტი, რომელიც უნდა აშენდეს, იქნება საქართველოს სახელმწიფოსი, რომელი ინვესტორი იქნება ჩართული, ვინ რა პროცესში იქნება ჩართული, ეს უკვე არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც მთავრობა წყვეტს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ამ პორტის მთავარი დატვირთვა იქნება ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტი აშენდეს, ამ პორტს ჰქონდეს დატვირთვა. ამ პორტს მნიშვნელობა აქვს უპირველეს ყოვლისა ევროპისა და აზიისთვის, ვინაიდან ამ პორტის მთავარი დატვირთვა იქნება ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირება. ჩატარდა საჯარო ტენდერი, ვისაც ჰქონდა ინტერესი მიიღო მონაწილეობა. მთავარი არის, რომ საქართველო იყოს ძლიერად, კარგად და განხორციელდეს ის პროექტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს, განაცხადა პაპუაშვილმა. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, მისი გარიყვა და ბედის ანაბარად დატოვება არის დაუშვებელი. ამის შესახებ ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მან დაადასტურა, რომ ასევე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა. ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მქონდა ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ როლის გაზრდა და რა როლი შეიძლება ითამაშოს გაერთიანებულმა სამეფომ ამ მიმართულებით, განაცხადა ჯაფარიძემ.
ფიქრობ ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე სანქცირებულთა სიაში ყავს შეყვანილი და ახლა მასთან მისვლა და გასაუბრება მოუწია. 4 წელზე მეტია უკრაინის ხელისუფლებისგან სამწუხაროდ ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც არათუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელი ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება. 4 წელია ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა სწორედ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის იმ წერტილზე მისული, სადაც არის. ჩვენ ამ ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინელ ხალხს და უკრაინას. არ არსებობს რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. თუ კი ვინმეს აქვს ნაბიჯი გადასადგმელი და გამოსასწორებელი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, განაცხადა პაპუაშვილმა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგი დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. ჩვენი მოლოდინით კონფლიქტის გავლენა საქართველოში არა მიწოდებაზე, არამედ ფასებზეა ისახება. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ლეა გუტიერესმა ინტერპრეს ნიუსის კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მანვე აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოში ინფლაციურ წნეხს გაზრდის. ამასთანავე მოსალოდნელია პირდაპირ უცხოური ინვესტიციებისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ტურისტული ნაკადების შემცირება. ამასთან ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ შუა დერეფანში გადაზიდვების საშუალებით საქართველოს შესაძლოა ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე წნეხი გარკვეულწილად შეარბილოს. შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გაგა კირკიტაძე 2025 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს, ხოლო 2020-2021 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. სხვადასხვა პერიოდში მას ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ფინანსთა, ისე თავდაცვის სამინისტროებში, ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი ჩვენზეა დამოკიდებული უკრაინას სარკისებრ იმოქმედებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის წინადადებას მხოლოდ ახალი დარტყმებით უპასუხა და რუსეთს სამხედრო აქტიურობის არც ერთი ფორმა არ შეუჩერებია. ზელენსკის თქმით, მთელი დღის განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ინფორმაციას იღებს რუსეთის ახალ დარტყმებზე დონეცკის, ხარკოვის, დნიპროს, სუმის, ხერსონის ოლქებიდან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა სარკისებრ იმოქმედებს, იქიდან გამომდინარე თუ როგორი ვითარება იქნება ღამით და სამართლიან პასუხებს განსაზღვრავს. პოლონეთი და ლიეტუვა მზად არიან ამერიკელი ჯარისკაცები მიიღონ, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიიდან მათ გაყვანას გადაწყვეტს. შესაბამისი განცხადებები პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ნავროცკის თქმით, თუ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს შეამციროს ამერიკელი სამხედროების კომპონენტები გერმანიაში, ჩვენ პოლონეთში მზად ვართ ამერიკელი ჯარისკაცები მივიღოთ. თავის მხრივ ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონზე ვაშინგტონის ყურადღების შენარჩუნება და ამიტომ ნატოს მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა აშშ ევროპისგან არ შეტრიალდეს. უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს დარჩებიან თუ არა ეს ჯარისკაცები, რომლებიც შესაძლოა გერმანიიდან გაიყვანონ ევროპაში, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღნიშნეთ და უკრაინას საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს მზადყოფნა, რომ წინ წადიონ ორმხრივი თანამშრომლობა და შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი. მოხარული ვიყავი, რომ ერევანში ცოტა ხნის წინ გამართული კონტაქტების შემდეგ დიალოგი გავაგრძელე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან. ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ინტერაქცია. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი, წერს სიბიგა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.